კოსტუმებისა და მაკეტების გამოფენა გაიმართა დღეს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. სხვადასხვა ქსოვილისა და სტილისაგან შექმნილი საღამოს კაბებისა და მაკეტების დასამზადებლად ახალგაზრდა ხელოვანები რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელ სურვილის შემთხვევაში დამწყები დიზაინერისაგან რჩევების მიღება და მისთვის სასურველ მოდელზე მუშაობის დაწყება ადგილზევე შეეძლო. გამოფენაზე 15-მდე დამწყები ხელოვანისა და დიზაინერის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. აქტივობა ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული ხელოვანთა კლუბის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენის მიზანს ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ერთი კაბი შეკროს ვანდომებ სადღაც ერთ კაბაზე რომ ვიმუშაო, ერთი დღე მჭირდება, მაგრამ რამდენად დიზაინი რთული, ყველაფერი გასათვალისწინებელია, სხვადასხვა შემაფერხებელი პროცესები არის, მაგრამ თუ გიყვარს შენი საქმე, დროსთანაცაა დაკავშირებული თავის თავად, მაგრამ თუ გიყვარს შენი საქმე, ყველაფერი ადვილად მოგვარებადიც არის და სწრაფადაც შეიძლება რომ გააკეთო ეს საქმე. აინტერესებდა ძალიან ბევრი მსურველი იყო, რომელმაც მოვიდა მკითხა როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ. იდეა წამოვიდა იქიდან რომ მიზიდავს ხელნაკეთი ნივთები, ასე ვთქვათ, ჭხირკედელაობა, რასაც ქვია. და აი ამის მიზეზია დღევანდელი მაკეტები და ეს გამოფენაც. ალბათ დრო იქნება განსაზღვრული არ მქონდა რა ერთი თვეც მუშაობდი, ორი თვეც. პირადად მე სიამოვნებს ასეთი რაღაცების გაკეთება და გამოფენებში მონაწილეობის მიღება ეს მოქმედებს ჩემს ასე ვთქვათ მომავალზე. საერთო ჯამში იყო წარმოდგენილი 15-მდე კოსტუმი და 4 მაკეტი. ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოთ დამწყებ ხელოვანებს თავიანთი პროფესიულ წინსვლაში. წელს ეს პროექტი ითვალისწინებდა ბათუმის ფარგლებში, შემდგომში კი იქნება მთელი აჭარის ფარგლებში, აჭარის მასშტაბით მოვიცავთ მთელ აჭარას, სადაც მიიღებენ ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები მონაწილეობას ჩვენს დაგეგმილ ღონისძიებებში, ეს იქნება ხელოვნების განხრით.